მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. Biznesis თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას. თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესამ მათივე ცნობით მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც. შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოზე გადის, მალე გადამისამართება სომხეთის სატრანზიტო მარშრუტებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამყარებს საკუთარ ფუნქციას, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და დასავლეთის სანდო პარტნიორი, რეგიონში საბოლოოდ კარგავს საკუთარ პოზიციებს. ამის შესახებ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო არათუ ვერ იძენს რაიმე ახალ ფუნქციას, არამედ კარგავს დღეს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებსაც. საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ საქართველოს მართვის ყოველი დღე ჩვენს ქვეყანას სულ უფრო ძვირი უჯდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებს და სტრატეგიულ დატვირთვას. სტრატეგიული ფუნქციის დაკარგვა ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. აშიში ხდება გარანტიური აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის და ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნების სუვერენიტეტის. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ცენტრალური შემწყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. ამ შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა. ამასთანავე ცენტრალური შემწყიდველი ორგანოს შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს. კახაკალაძის განცხადებით მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალიზმის 5000-მდე ფაქტი არის დაფიქსირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ აღნიშნული მიმართულებით კანონი გამკაცრდეს. გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან ჰქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს, განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერ კახაკალაძის განცხადებით 17 იანვრიდან დღემდე მოსული უხვი ნალექის გამო გზებზე 5000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე მეორე და მესამე ხარისხოვანი ქუჩების, ასევე ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს. თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამე ხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება, აღნიშნა თბილისის მერმა. მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას, ჩვენ თანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ. ამის შესახებ სმარტისა და ვისოლის დირექტორმა ვასილ ხორაბამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, შეხვედრა საცალო ქსელთან გაიმართა და საწვავის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თანამშრომლობთ, ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ, მათ შორის საწვავთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, მივესალმებით ფასების დაწევას, ხდება ინფორმაციის გაცვლა, რომ მოხდეს ფასების სწორად წარდგენა მომხმარებლის წინაშე, მეტი არაფერი. განაცხადა ხორავამ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა. მანამდე ზოდელავა სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტების მენეჯერად. ნათქვამია ინფორმაციაში. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას გააჩნია უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ხდომის შემდეგ განაცხადა. ქრივიშვილის თქმით, განიხილეს რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე. ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახების შედეგების მიღწევას. განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გრიპთან მიმართებაში წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მოჩვენებელი ნორმაშია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, რომ ამ გამოწვევას გაუძლოს, თუმცა ამავდროულად ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას და სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვას. განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დავიყვანეთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტი განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ, განაცხადა უიტკოფმა. მან დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით მიფრინავს. მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში მივემგზავრებით. ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან იქ სამუშაო ჯგუფები სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმუშავებენ, აღნიშნა უიტკოფმა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას გაფართოების საკითხებში ევროკომისარი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მარტა კოსის ცნობით ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით, წერს მარტა კოსი X-ზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება ძალის გამოყენებით გამორიცხა და სავაჭრო ომი შეაჩერა. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისივე განცხადებით გუშინდელი დღე იმაზე უკეთეს ნოტაზე დასრულდა, ვიდრე დაიწყო. დავსხდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ მოვაგვაროთ არქტიკაში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შეშფოთება. დანიის წითელი ხაზების პატივისცემით, აღნიშნა რასმუსენმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების მიღწევა დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემით მოხდეს. გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება დანიის სუვერენიტეტს პატივისცემს. ამის შესახებ გამოცემა აქსიოქსი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობითაც დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული მომავალი შეთანხმების ჩარჩო კუნძულზე დანიის სამეფო სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ შეთანხმებაში გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის. გამოცემა წერს, რომ გეგმა ამერიკასა და დანიას შორის 1951 წლის გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატოს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.